გამარჯობათ მეგობრებო, მოდით დავაინსტალიროთ სარეცხის მანქანა. პირველ რიგში უნდა გავხსნათ ეს. შემდეგ უნდა გავხსნათ ეს. გამოვიღოთ მილი. ეს მილი უნდა მივაერთოთ სარეცხის მანქანას და ასევე ერთდება ქვევით, ანუ საიდანაც უნდა შევიდეს წყალი. სარეცხის მანქანაში უნდა დავხსნათ აი ეს ის ყველა ოფიციალია კანალს. ამ ყველაფერს როდესაც მოვხსნით, არის სპეციალური პლასტმასები, რომლებიც უნდა მივამაგროთ შემდეგ აი ამ დირგებში. აი ეს პლასტმასები, რომელიც უნდა დამაგრდეს სათითაოდ ყველა დირგაზე. ეხლა დავაჩქარებ ვიდეოს. შემდეგ ავიღოთ ეს მილი. ერთი უნდა მივაერთოთ ამას, მეორე უკან კრანზე. ეს უნდა დავწიო მე უკან ძალიან არამენაირად აქ უნდა მოვწიო. რომ მე მივერთო. აქეთ არ იქით მხარეს კრანში ეს უნდა გაუშვა. ერთ საერთოდ მანქანაზე ერთდება და აი ეს ტრუბა მივაერთოთ საიდანაც გადის, ანუ გამსვლელზე. მოკლედ მომიწევს ამის დაწევა და ცოტა ხანი გავთიშა. გაჩვენე რამენად მივაჩუჩებ. აი ესეთი ორი თავი აქვს. ერთი ეხრახნება მანქანას, მეორე კრანს რა, სადაც საიდანაც უნდა შევიდეს წყალი. მეორე გამსვლელია. აი აქ ერთდება ერთი. ესე კარგად უნდა მოვუჭიროთ. ეხლა კი უნდა დავაჩოჩო უკან რომ მივაერთო ზუსტად იმ კრანს. ერთი წუთით. ეს გასარემონტებულია, ერთი არის ზედა მხარეს, რომელიც არის შემსვლელი, მეორე გამსვლელი. აბა შევამოწმოთ ეხლა როგორ გამოვიდა. შევყაროთ რაიმე სარეცხი, ჩავყაროთ ფხვნილი და ნახოთ როგორ იმუშავებს. ყველაფერი დავაინსტალირე უკვე და მზად არის. ეს იყო და ეს უბრალოდ აი ადგილზე შეწევა იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ უმძიმესია. მარტივია როგორც ხედავთ დაინსტალირება. კარგად.